მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამბის ბლიც ანალიზს და დღევანდელი საუბრის თემა გახლავთ საგარეო, უпроსტად გლობალური პოლიტიკის პრობლემები. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ სამყაროს საკმაოდ მაღალი ტურბულენტობა ახასიათებს, ძალიან სერიოზული რისკებია წამოსული, მიმდინარეობს ომები, ომებს მოყვება შემდგომში დომინოს პრინციპით პრობლემები როგორც სოციალურ სფეროში, ასევე ეკონომიკაში თუ სხვა ტიპის, ესე რომ ვთქვათ, ტერორისტული თუნდაც საფრთხეები და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ დაძაბულობას იწვევს მთელ მსოფლიოში. ორი ძირითადი ფრონტი გვაქვს დღეს მდგომარეობით, ეს არის უკვე ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, რომელიც მეხუთე წელია უკვე მიმდინარეობს და სულ ახლახან დაიწყო, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო დიდი ფრონტი მოგეხსენებათ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაიწყეს ოპერაცია ირანის რესპუბლიკის წინააღმდეგ. და შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ეს ორი სხვა თემაა, მაგრამ ესე არ არის. ეს არის ერთი დიდი ომის, რომელსაც პირობითად შეიძლება ჩვენ უწოდოთ მსოფლიო ომი, განა იმიტომ რომ მასში ბევრი ქვეყანაა ჩართული, არამედ იმიტომ რომ ეს გახლავთ მსოფლმხედველობრივი ომი, ერთ მხარეს გამოდის ფრონტის ერთ მხარეს პირობითად ჩვენ გვყავს ცივილიზებული სამყარო, რომელიც დგას დემოკრატიულ ფასეულობათა სისტემაზე, პრინციპებზე, რომელიც გულისხმობს ხელისუფლებების, ძალაუფლებების მომსახურებას ხალხისთვის, ადამიანის უფლებებზე არის დაფუძნებული ეს ყველაფერი, არჩევითობაზე და ამ შემდეგ. და მეორე მხარეს ჩვენ გვაქვს ავტორიტარული ქვეყნები, ზოგიერთ შემთხვევაში, ირანის შემთხვევაში უფრო მეცაც გეტყვით, უკვე თეოკრატიაშია ეს გადასული, რაც განსაკუთრებით სახიფათოა დღევანდელ სამყაროში და აი ესეთ მსოფლმხედველობრივ ხასიათს ატარებს ეს ყველაფერი და ბუნებრივია ეს ამას ძალიან მაღალი რისკის ზონაში შეყავს სამყარო, ხო? ეხლა მსოფლიო ისტორიას ახსოვს, რა თქმა უნდა, სხვა ტიპის ომები, ტერიტორიული ომები იქნება ეს ეკონომიკური, ზოგადად თუ კონკრეტულად ენერგეტიკული და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მსოფლმხედველობრივი ომი განსაკუთრებით განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკებების პროცესის წარმართვა ძალიან რთულია, ხო? თუ ტერიტორიული ომების შემთხვევაში ყველაფერი მოლაპარაკებებით და გარკვეული გადანაწილებით თავდებოდა, მსოფლმხედველობრივ ომებში ამაზე საუბარი ძალიან ძნელია, იმიტომ რომ რაციონალურ ცივი გონებით პრაგმატული პოლიტიკის წესებს ეს ყველაფერი უკვე ცილდება. თუმცა აქ უკვე ისეთ ფაზაშია შესული, რომ რაღაც შედეგებით უნდა დასრულდეს, ეს იმპერიული ამბიციების მქონე რუსეთი, ხო, რომელმაც კონკურენცია ვერ გაუწია ცივილიზებულ სამყაროს ფასეულობათა სისტემით, იმისათვის რომ რბილი ძალით მოეხდინა გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, ისევ უხეში ძალის მეშვეობით ცდილობს ახლა შედეგის მიღებას, თუმცა მაინც და მაინც კარგად ამას ვერ ახერხებს და იგივე შეიძლება ითქვას, რომ მზადდებოდა ირანის მხრიდანაც და მე ვიტყოდი შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ერთგვარი პრევენტული დარტყმა განახორციელეს ამ ქვეყანაზე და ამოცანა ირანის შემთხვევაში არ ამგონია, რომ ომში რაღაც ისეთი გამარჯვება იყოს, ხო, უპირობო გამარჯვება იყოს, ამოცანა არის აი ამ ამბიციების შეკავება, მათი მოთოკვა, ანუ ირანის იმდენად დასუსტება, რომ აი ეს იმპერიული მისწრაფებები, იმპერიული ილუზიები მათ უნდა გაუქრეთ და ამ ხრივ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად მიდის, დიდწილად ეს ამოცანა შეიძლება ითქვას უკვე გააწყვეტილია. სხვა საკითხია, როგორ უნდა გამოვიდნენ აქედან ახლა ეს ქვეყნები. აქ არის გარკვეული სირთულეები და ჩვენ ამას ვხედავთ, იგივე შეერთებულ შტატებში იქნება თუ ისრაელში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში ესეთი ფანჯერა გაიხსნება და ამით ყველაფერი დასრულდება. იმედი მაქვს ძალიან სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი უკრაინისგან
განსხვავებით სადაც რუსეთს აგრესორს სამწუხაროდ უკან დახევის არანაირი რესურსი, ფუფუნება შეიძლება ითქვას არ აქვს და ამიტომ იქ ბევრად უფრო რთული მძიმე სიტუაცია ამ მხრივ. ასე რომ დღეს სამყარო არ არის მშვიდი, მეცაც ვიტყვი ძალიან სერიოზული რისკებია გაჩენილი, მაგრამ როგორც ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რომ წონასწორობა, ეს სამყაროს წონასწორობა იქნება აღდგენილი და ყველაფერი ჩაცხრება. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით.